მოგესალმებით ჩანგურიებო, ჩვენი YouTube-ის ახალ არხზე, სადაც დღეს მე და გიორგი შემოგთავაზებთ იაპონური city pop-ის განხილვას. სანამ ყველაფერს დავიწყებთ, ვინც პირველად ხართ ჩვენ channel-ზე და პირველად ხართ, იმიტომ რომ ეს ჩვენი პირველი ეპიზოდია, მოგიყვებით თუ რას ექვემდებარება ჩვენი პროექტი და საიდან წარმოიშვა საერთოდ ეს ყველაფერი. როდესაც პირველად გიორგი მესიდია შემომთავაზა, ეგრევე დავეთანხმე, იქიდან გამომდინარე, რომ მეც დიდი ინტერესი მაქვს რაღაც ახალი ჟანრების ძებნაში და ყოველთვის რაღაცას ვქეკავ და ძირითადად არ მყავს ადამიანი, რომელსაც ამას გაუზიარება, ან ვიღაცას უნდა დააძალო და ესე ანუ აქედან გამომდინარე, ეს იდეა ძალიან მომეწონა. ავირჩიეთ იაპონური city pop-ი პირველ პროექტად. გამომდინარე იქიდან, რომ იაპონურ city pop-თან რაღაც შეხება წლების წინ მქონდა, თუმცა ვერ მოახერხეთ ისე სიღრმისეულად შეგვესწავლა, როგორც გვინდოდა. გვაქვს პერიოდი 1 თვე, 1 თვის განმავლობაში არჩეული მუსიკალური ჟანრის შესახებ ვეცდებით, რომ მოვიძიოთ ყველა სახის ინფორმაცია, რაზეც ხელი მიგვიწვდება, მოусმინოთ ძალიან ბევრ არტისტს, ძალიან ბევრ ალბომს, ერთმანეთს გაუზიაროთ ეს ყველაფერი და შემდეგ გაგზიაროთ თქვენ, ჩვენ მაყურებელს და დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენს იგივე ინტერესები გაგაჩნიათ, როგორც ჩვენ. და ზოგადად ამ პროექტის მთავარი იდეაც ის იყო, რომ ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, რომ ვიღაცას მსგავსი ვიდეო გადაიღო და გავს თემებზე ელაპარაკა. პირველი ეპიზოდი მიუძღვენით იაპონურ city pops, აურჩიეთ 6 ფავორიტი ალბომი, ბევრი ალბომიდან, 3 მე და 3 ედიმ. და ვეცდებით, რომ ამ ალბომების დეტალური რევიუ გავაკეთოთ დღეს. რაც შეეხება იაპონურ city pops, ეს არის ბედნიერებით გაჯერებული ქალაქური მუსიკა, რომელმაც ძალიან ბევრი ინსპირაცია აიღო დასავლური მუსიკიდან, ძირითადად ეს იქნება 60-იანების, 70-იანების ფანკი, soul-ი, ჯაზი და ასე შემდეგ. ეხლა კი ვეცდებით გაგზიაროთ ჩვენ მიერ მოგეკილი ინფორმაციები, რომლებიც მოაგროვეთ city pop-თან დაკავშირებით. მე მგონი ჯობია, რომ დასაწყისით დავიწყოთ, საიდან შეიძლებოდა, რომ კი, ეს ისტორიით, საიდან შეიძლება წამოსულიყო ზოგადად city pop-ის ფესვები საიდანაც მოდის. მე ყველაზე ძველი ინფორმაციას, რასაც მივაგენი, ეგ იყო 1880 წელს, როდესაც ფრანც ეცკერტმა, გერმანელმა მუსიკოსმა იაპონურ არმიას მარშის მუსიკა დაუწერა. და ამის შემდეგ ამავდროულად დაწერა იაპონიის ჰიმნი, ანუ ნაციონალური ჰიმნი, რომელშიც გამოიყენა დასავლური ელემენტები, ხო, მათი კულტურა ბევრად შეზღუდული იყო, ვიდრე დაუშვათ რაც ხდებოდა ამერიკაში ან თუნდაც ევროპაში. სწორედ ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი იყო პირველი ფუძემდებელი, რომელმაც ცადა დასავლური მუსიკა შემოეტანა იაპონიაში და როგორღაც გაემიქსა იდეალურად ისე, რომ იაპონელებს პრეტენზია არ ქონდათ ამ ყველაფერზე. მაგის შემდეგ დაახლოებით 20 წლით რო გადავხდეთ წინ, 1920 წლიდან პოპულარული იყო იაპონური ტრადიციული პოპი. როგორც ალბათ ჩვენთან არის ქართული ხალხური მუსიკა, დაახლოებით მსგავსი ანალოგი იყო, ოღონდ იაპონურ ლოკალურ სცენაზე. ხო. და ამას დღემდე ეძახიან კაიოკიოკუს, რაც ბევრად უფრო ესე ვთქვათ, ფორმალურად გაკეთებული მუსიკა არის, ვიდრე city pop-ი. იმიტომ რომ city pop-ი ალბათ უფრო სითავისუფლესთან არის დაკავშირებული და თუ რატომაც ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. 1920-ის შემდეგ ჩათვალეთ აი ამ კაიოკიოკუს ერა იყო იაპონიაში, სანამ 1969-70 წლამდე არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც იაპონურ city pop-ის ერაში და არა მარტო ძალიან ცნობილია, ეს არის ჰაროუმი ჰოსონო. ერთ-ერთი ალბათ ფუძემდებელი ამ გარდატეხის, რაც მოხდა იაპონურ მუსიკალურ ინდუსტრიაში. 1979 წელს დაარსდა ჯგუფი Happy End-ი. Happy End-ის წევრები არიან ჰაროუმი ჰოსონო, ეიჩი ოტოკი, ტაკაში მაცუმოტო და შიგერუ სუზუკი. რომლის სახელების ალბათ არაფერს არ გვაძლევს თითქოს, მაგრამ ცოტა ხანში მოგცემს. კი, იმიტომ რომ ამ არტისტებმა შემდეგ ცალკეული პროექტები გააკეთეს, რომლებსაც ძალიან დიდი პოპულარობა მოჰქონდა და ამასაც დაუბრუნდებით ალბათ მე. Happy End-ს რაც შეეხება. Happy End-ის პირველი ალბომი, რომელიც 1970 წელს გამოვიდა, სახელად Happy End-ი, self-titled
არის პირდაპირ აი დასავლური მუსიკა აღებული და წამოღებული იაპონიაში. უბრალოდ ერთი ესე ვთქვათ გადამწყვეტი და გარდამტეხი ცვლილება რაც მოხდა აქ ის არის რომ იაპონურ ენაზე მღერიან. ხო, და ალბათ ეს იყო პირველი ყველაზე დიდი დასავლური ინფლუენსი ამ ინდუსტრიაში, რადგან არაერთგვაროვანი ფიდბექი მოყვა ესე ვთქვათ ამ ალბომს. პირველად შესრულდა იაპონური როკი იაპონურ ენაზე, რაც იმ დროისთვის თითქოს ტაბუდადებული იყო ეგეთი რაღაცის გაკეთება, რომ როგორ შეიძლება სხვისი მუსიკა შენ მოირგო, ხო, რაღაც ეგეთი თითქოს იპარავ და თავიანთ იმაში რა ქვია ღირსებაში არ უწდებოდათ იაპონელებს, არ ვიცი. და მაინც როგორღაც მოახერხეს და აი ეს წნეხი დაძლიეს და ეს 70 წელს გამოსული Happy End-ის ალბომი და რაც მას მოყვა 1971 წელს კაზემაჩი რომანი ალბათ არის ფუნდამენტი იმ city pop-ის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვუსმენთ და რომელიც საერთოდ მოყვა ამ ყველაფერს. ხო, ერთგვარი ათვლის წერტილია, საიდანაც იწყება ის კლასიკური city pop-ი, რაც ჩვენამდე მოვიდა და რაც ძალიან გვიყვარს. ხო, ის ფაქტის აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდება იაპონური ეკონომიკური აღორძინების პერიოდში, როცა ტოკიო და სხვა დიდი ქალაქები მეგაპოლისებად ყალიბდება და ამ ყველაფერს თან ერთვის ტექნოლოგიური ბუმიც. იაპონიაში დაიწყო ჩათვალე ყველა ელექტრონული ინსტრუმენტის დამზადება უკვე. ეგ იქნებოდა ისეთი ცნობილი ბრენდი, მაგალითად როგორც არის Yamaha, მეტი არ ვიცი. Sony-ის Walkman-ები, პლუს ამ ყველაფერს იაპონური ავტოინდუსტრია იპყრობს მთლიან მსოფლიოს. ამოდროულად ხდება მანქანების იმპორტიც. იმპორტიც, ხო, კი. და წარმოიდგინეთ, ანუ ტიპები, რომლებსაც ესე ვთქვათ, ბედნიერი ცხოვრება არ ქონიათ, მუშები ყოველთვის სამსახურში დადიან და უცებ რაღაც სხივი გამოჩნდა ეკონომიკური ესე ვთქვათ, აფეთქების. ტიპებმა ფული იშოვეს, კარგი სახლები იყიდეს, კარგი მანქანები იყიდეს და ჭირდებოდათ მუსიკა, რომელიც ამ ყველაფერს შეესაბამებოდა. საუნდტრეკი ჭირდებოდა ამ პერიოდს და ხო, ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით ნომერ მეორე ქვეყანაა იაპონია ამ პერიოდში. და პლუს ესე ვთქვათ, ყალიბდება ახალი ლაიფსტაილი იაპონელებისთვის, ხდებიან ბევრად კარიერულები, სწრაფვიან რაღაც მომავლისკენ და ესე ვთქვათ, ეს პერიოდი ასოცირდება მხოლოდ პოზიტივთან და თითქოს არაფერი ცუდი ამ დროს კონკრეტულ პერიოდში არ ხდება. ეკონომიკაზე რა შეგვიძლია რომ დავამატოთ? ეკონომიკაზე შეგვიძლია დავამატოთ ის, რომ ამ პერიოდში სინთეზატორების ძალიან დიდი ბუმია და ამ ყველაფრის სათავეში დგას იაპონია და პლუს ესე ვთქვათ ბრენდები აფინანსებენ ამ სინთეზატორების პრომოუშენს, რომ არტისტებმა ჩაწერონ ალბომები და არეკლამონ და თვითონ აი ეს ინსტრუმენტები გამოიყენონ რაღაც მთავარ ხელსაწყოდ სესიების დროს. ხო და ბევრი city pop მუსიკას შესაბამისად მარტივად მარკეტირებადი იყო, იმიტომ რომ რეკლამებში და ესე ვთქვათ PR კამპანიებში იყენებდნენ მუსიკებს. მე მგონი ეკონომიკას რაც შეეხება საკმარისი ინფორმაცია არის ის რომ რაც თვითონ ვითომ კიდე გვაქვს რაღაც ინფორმაცია უბრალოდ რო არ გვაქვს დაახლოებით იმედია შეგიქმნით იმიჯი თუ რა სიტუაცია არის იაპონიაში და რა დროს უწევთ ამ ადამიანებს გამოჩენა ფრონტზე. რაც შეეხება იმ პირველ მუსიკოსებს, რომლებმაც ესე ვთქვათ, პირველებმა აიღეს საკუთარ თავზე, რომ city pop-ის გზამკვლევები ყოფილიყვნენ და ფრონტზე წამოეწიათ ეს მუსიკა, ალბათ პირველი ვინც გახსენდება ქალი არტისტებიდან, რო ვთქვათ, იმიტომ რომ აქამდე მხოლოდ კაცები ვახსენეთ. ხო. ქალი არტისტებიდან პირველი ალბათ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ჩვენი მარია ტაკეიუჩი, რომლის Plastic Love-იც ალბათ ძალიან ბევრ Reels-ში შეხვდებოდათ რომელიმე ესთეტიურ გარემოში. ხო, თუ მუსიკალურად არა, იქნება გამოვაჩინოთ ალბომ cover-ი, სადაც მარია ტაკეიუჩის სახე ან მისი AI-თან რაღაც სხვა თულებით შეცვლილი სახე შეგხვედრიათ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ან მუსიკა გეცნობათ, ან სახე. სანამ მეორეზე გადავალთ, ისიც სათქმელია, რომ მარია ტაკეიუჩის Plastic Love საერთოდ არ ყოფილა პოპულარული იმ დროისთვის. ეს ტრეკი გამოვიდა, რიგითი ჩანაწერი იყო, არანაირი
ჩარტის ლიდერი არ ყოფილა, უბრალოდ ესე ვთქვათ 40 წელი დაჭირდა ამ ჩანაწერს, რომ ის პოპულარობა და ის მისი მსმენელი ეპოვა, ხო? რაც სხვათა შორის ხშირია city pop-ის არტისტებს და city pop-ის სინგლებზე და იმ ჩვენ საყვარელ ტრეკებზე, რომლებსაც დღეს უსმენთ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო. მოდი ამის მიზეზებზეც ვისაუბროთ საერთოდ. ხო. პირველ რიგში ალბათ არის ლიცენზიები, არის იაპონური მუსიკალური ინდუსტრიის დამოკიდებულება გლობალიზაციაზე და არტისტების, ესე ვთქვათ, ახირება ზოგ შემთხვევაში და არა ყველაში, რომ მათი ჩანაწერები აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკურ CD დისკზე, ან ვინილზე, ან კასეტაზე და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიაში დღემდე მოთხოვნადია აი ეს ფიზიკური აუდიო მატარებლები, ვიდრე ციფრული მუსიკა. ხო. და მოდი იმას დავამატებ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომაც ესა ვერ გახდნენ პოპულარულები, იმის ბრალი იყო, რომ წინათ რაც ვახსენეთ კაიოკიოკუ, ან ტრადიციული მუსიკა, რატომაც იაპონელები ვერ შეგუვნენ სიახლეს, არც მოსწონდათ ეს შენი city pop-ი, ყოველთვის რაღაც ტრადიციულობისკენ, აი სითავისუფლე ვერ გაევროპულდნენ რაღაც ეგეთი. თითქოს სწორება სულ ჰქონდათ ლოკალურ სცენაზე. კი. და რაღაცა მათი მუსიკა მუდმივად ჩაკეტილი იყო აი ამ აზიურ წრეში. ხო, რომ ისევ იმ რაღაც სახლებში ისმოდეს ხოლმე რომ შიგურიგუ. მეორე ადამიანი ვინც უნდა გვეთქვა, ეგ არის აუცილებლად სახსენებელი. მეორე ადამიანი ვინც უნდა გვეხსენებინა, ესე ვთქვათ, პოპულარულ ქალ მუსიკოსებზე, რომლებმაც 70-იანებში დაიწყეს მუსიკის კეთება, ეს არის მიკი მაცუბარა, რომლის Stay With Me-ც საკმაოდ პოპულარულიც უკვე აღარ ეთქმის. ხო, აღარ ეთქმის, იმიტომ რომ Instagram-ს გახსნიდი და Reels-ებს ყველგან Stay With Me. კაროჩე, ანუ არა მარტო ეს ხო დავიწყო მგონი pop-ის კეთება. ხო, ამას ბევრი მიზეზიც აქვს ალბათ. პირველი ის, რომ ზოგადად ჟანრი არის ადვილად დასამახსოვრებადი მისამღერების ხო, კეჩია. საგანძური და Stay With Me ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია, რაღაც ადვილად გიჯდება თავში და თითქოს ჩვენც მაგაზე ვსაუბრობდით წინათ, რომ Plastic Love-თან შედარებით, ანუ კი პოპულარული გახდა Plastic Love-ი, როდესაც თავიდან აღმოაჩინეს, რადგან აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ Plastic Love-თან შედარებით Stay With Me ბევრად უფრო კეჩია და ბევრად უფრო აი საცეკვაო მუსიკა არის, ანუ აგამოძრავებს. შეუძლებელია რომ ალბათ არ დაგამახსოვრდეს და ისე ჩაიაროს. და ნუ ფაქტიც ეგ არის, რომ ერთხელ გამოჩნდა სადღაც ვიღაცამ მოისმინა, მე იმან Reels-ი დადო, მე იმან და ნუ როგორც წინათ ვთქვით, არ არსებობს საერთოდ playlist-ი, სადაც ხო, ეს ორი ტრეკი არ იქნება რა. არ არის, კი. სადაც ბარემ მარია ტაკიუჩი ვახსენეთ, მოდი მის ქმარზეც ვისაუბროთ. ტაცურო იამაშიტა. მატაშიტა მინდოდა რომ მეთქვა. მაგრავირების ოღონდ სახელებში. ხო, ტაცურო იამაშიტა. რომელიც ხო ითვლება რაღაც ამ ჟანრის აიკონიკ არტისტად, როგორც სოლო კარიერის გარდა ძალიან ბევრი არტისტის პროდიუსერი იყო, ძალიან დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ ჟანრი ესე ვთქვათ განვითარებულიყო და ხო, ჩემი ერთ-ერთი ალბომი სწორედ ამ ადამიანს ეხება და მის უნიკალურ ჩანაწერებს. კი, ალბათ იგივე დონის არტისტია, როგორიც ჰარუმი ჰოსონო. კი უფრო ადრე მაგალითად ჰარუმი ჰოსონომ გააკეთა მუსიკა, მაგრამ ტაცურო იამაშიტა და ჰარუმი ჰოსონო შემდეგ ერთიანდებიან შიგერუ სუზუკისთან ერთად. წინათ არტისტები იმიტომ ჩამოვთვალე, რომ happy end-ის ნიან თემუს. მარკ happy end-ის არტისტები იმიტომ ჩამოვთვალე, რომ იმ 4 არტისტიდან ორი რომლებიც არიან ჰარუმი ჰოსონო და შიგერუ სუზუკი იმატებენ ტაცურო იამაშიტას და უშვებენ ლეგენდარულ საში.
ეს სამი ადამიანი გაერთიანდა და შექმნეს ისეთი ალბომი, რომელიც კიდევ ერთი ფუნდამენტია და კიდევ ერთი, ესე ვთქვათ, აი თითით საჩვენებელი ალბომია, პასიფიკი. რომელსაც ალბათ აი აუცილებლად უნდა მოусმინო თუ გინდა შეიგრძნო საიდან წამოვიდა საერთოდ city pop-ის ფესვები და რა შეეძლოთ ამ ლეგენდარულ ადამიანებს თავიდან აღარ ჩამოვთვლი ამ სახელებს, მაგრამ ამ სამმა კაცმა ესე ვთქვათ გაინაწილა ეს ალბომი რა. მე მგონი 6 ტრეკია შიგნით სულ და თითოს 2-2 ეკუთვნის თუ რაღაც ეგრე. აი შევეშვათ ამას რა ქვია გვაჯაჯიებს და გადავიდეთ უკვე ალბომზე. არა, ალბომებზე არა, გადავიდეთ ალბომზე. ასევე მინდა ვახსენო ვიზუალური მხარეც, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ცნობადობა რაც აქვს, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, key puzzle არის, რომ რაღაც ავთენტური ვიზუალები აქვს, როგორც ალბომის ყდებს, პოსტერებს, ლაივის პოსტერებს და ასე შემდეგ. პრისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, მთავარი რა, ყველაზე ხშირად რაც შემხვდა იყო აი ლურჯი ფერი ან რაღაც სანაპირო სხვა ზაფხული. ეს თითქოს რაღაცა ყველა ალბომს აერთიანებს. ამ ალბომების და ამ ვიზუალების ერთ-ერთი შექმნელია Suzuki-ც, რომელმაც ესე ვთქვათ ფუძე ჩაუყარა ამ მიმდევრობას და ამ ხასიათს, რაც აქვს city pop-ს და ზოგადად ვფიქრობ, რომ ალბომების ყდები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავდაპირველ ემოციაში, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ გაყიდვადობაშიც, record store-ში რო შეხვდები, ხო, რაღაც ვიზუალურად მოგწონს და პლუს ესე ვთქვათ ინტროა, სანამ რაღაცას ჩართავ, უკვე რაღაც ვიზუალურად წარმოდგენა გაქვს, რომ რა ციგნების ის არის ოპოზიტი, ანუ ყდით რომ უნდა შეაფასო ეგ თემა ვინია. ძირთადად თუ შეხვდები სხვას, ლურჯ ფერებს, watercolors რა ქვია, liquid iOS ახალ ვერსიას. ესე იგი თქვენ საქმე გაქვთ city pop-თან. თუ შეხვდები მოკლედ ზღვას, რაღაც ლამას ფერებს, სანაპიროს და ხო, აი ამ პალმებს, ესე კი. იმიტომ რომ ძალიან ხშირია და მანქანებს კიდევ. დიდი ალბათობით კარგი city pop ალბომი ხვდათ წილად რა. ან უბრალოდ იაფასიან რაღაცას უყურებს, რომელმაც გუშინ წინ ვიღაცა AI-მ გააკეთა. კიდე ის აღსანიშნავია, რომ ეს ზღვა და სანაპიროები ცოტა ბოსანოვასკენაც მიდის. თუნდაც აი ტაეკო ნუკი რო აიღო. აქვს რამდენიმე ტრეკი, სადაც აი წმინდა ბოსანოვაა რა და მიუხედავად იმისა, რომ უფრო მაინც ინფლუენსი მოდის ამერიკიდან, ლათინური მუსიკაც, ლათინური არა ის ხო, courage ელემენტები ჩანს ორივედან აქვს აღებული აშკარად. და ხო, ასე ვისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ტაცუროს ეძახდნენ როგორც ზაფხულის ჰიტების შემქმნელ არტისტს და რაღაცა ამ ნიკნეიმით იყო ცნობილი, იმიტომ რომ იდეალურად უხდებოდა სიცხეს, სხვას და აი იმ ხასიათს, რასაც ქმნის ზაფხული. ტაილერ კრეატორი და ტაცურო კრეატორი. ზაფხულის ჰიტების შემქმნელი. მოდი ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ როდესაც აი 70-იანების ბოლოში ხო დაიწყო ბუმი city pop-ის, ნახეს იქ ტაეკო ნუკის, კიმიკო კასაის, ტაცურო ямашიტას და მსგავსი არტისტების ანრის პოპულარობა. ისიც ვთქვათ, რომ ანრი კაცი არაა, ქალია. და არსენალთან ამერიკაში არის. რა. ესეც აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების შემყურე სხვებსაც მოუნდათ, მერე რომ ესე ვთქვათ spotlight-ში ყოფილიყვნენ რა. მათი წილი ბედნიერება მოეპარათ. აი, იქედან მოყოლებული დაახლოებით 92-მდე იყო ეს ბუმი. მოდი ვთქვათ, აი 76-დან 92-მდე ალბათ. სადაც აი city pop-ის golden era ეს პერიოდია და 92-დან უკვე ცუდი ბედი ეწია სამწუხაროდ იაპონიის ეკონომიკას, იმიტომ რომ ვერ გათვალეს იქ ფინანსები, ხალხმა იმდენი სესხი გამოიტანა, რომ ბოლოს უკლედ გასკდა ეს გიგანტური ბაბლი, ხო, რასაც ერქვა იაპონური ეკონომიკური სასწაული. სამწუხაროდ ეს ჩვენი იაპონური სასწაული აღმოჩნდა რეალურად city pop-ის დასასრული. იმიტომ რომ ხალხს უკვე აღარ აინტერესებდა
ეს შენი ბედნიერი მუსიკები, იმიტომ რომ კარგად და კარგ ხასიათზეა. თითქოს ისე ჩანს რომ ანუ city pop არის ფულის მუსიკა, ფული არ გაქვს, კეთილი ინომე და რამე სხვა კეთრია. რასო მსგავსი. ხო. არ არის ეგრე. ეს გამოვიდნენ და stay with 92-ში, ესე ვთქვათ, საბოლოოდ დაიწყო უკანსვლა. გაგიჭირდებათ, ესე ვთქვათ, კლასიკა ალბომის პოვნა city pop-ის არტისტის მე, რომელიც 92-ის იქით გამოვიდა. ხო, თუ ძალით რაღაცას არ ბაზავს, თორე ის ერა, მოკლედ ამ პერიოდში დასრულდა და დაიწყო ახალი ერა. ორგანული city pop-ი რაც იყო, რაც იმენა ემოციურად მოდიოდა ამ არტისტებისგან, ეგ მორჩა რა იმ რაღაც golden era-სთან ერთად. და გადის მერე წლები, არავის არ აინტერესებს შენი city pop-ი. ის ვიდეო ხო გახსოვს ქუჩაში რო დადიან ტიპები და ინტერვიუს რო ეკითხებიან ტიპებს, რომ იაპონელებს რაღა ტიპებს, იაპონელებს ეკითხებიან city pop-ის შესახებ თუ გსმენიაო და არა, უნდა ალბათო ქალაქის მუსიკა. ხო, თან ასაკს არ ქონდა მაგ ნიშნულობა, იმიტომ რომ კითხეს როგორც ახალგაზრდა ტიპს, ასევე ანშისეს სულ ადამიანსაც და არც ერთმა არისო და უბრალოდ მე უხსენეს ჯერ მუსიკა ჩაურთეს ტიპებს და მუსიკას ვერ იცნეს რა იყო და იციო ეს არტისტი ვინ არისო და არაო და ეს მარია ტაკიუჩი არისო და this is Mary Takeuchi ძალიან დაუფასებელი ჟანრი არის city pop-ი. თითქოს იაპონელებს იმენა ფეხებზე ეკიდათ ეს ხალხი. რა შეიძლება რომ ჩვენთან გავაიგივოთ. ანუ რა იქნებოდა იაპონური city pop-ი ქართულ რეალობაში. city pop-ი რო უხარისხო საშინელი მუსიკა ყოფილიყო და იასნა არ დაეფასებიათ იაპონელებსაც, ეგ იქნებოდა ალბათ Young Mike-ის მთელი შემოქმედება. ბიჭო, არ ვიცი რა შეიძლება ალბათ საბჭოთა არა კი რაღაცა საბჭოთა დროინდელი ხალხური მუსიკა რაც ეხლა პოპულარული არ არის, მაგრამ რო დავფიქრდეთ ხო რაღაცა ჭირდება, რა სპარკი ჭირდება. ქართველებსაც გვაქვს ეგ, ანუ კი არა, უბრალოდ 70-იანები 80-იანების ქართული იო იმენა დაგჭრის ეგ რო გაიგოს იო კოლექტორია მაგ მუსიკის. არ გიცი. ბოდიში. ხო, მოკლედ მაგას შევადარებდი, თუ შედარება, მაგას შევადარებდი, იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, სანამ იო არ გამოჩნდა და რაღაცებს სარიტარჯოგლია, ხო, ჩამირთავდა აბა ამას მოусმინე, აბა იმას მოусმინე. შეიძლება ოდესმე ეგ ეპოკაც დადგეს, როცა ზუსტად მაგის მომინდოდა ეხლა რომ მე მგონი დროა რომ ქართველმა არტისტებმა ან დასემპლონ ან დღესაც ჩამირთე მზია გეწაძის ოღონდ ძველი სიყვარული რომელსაც ვეძებდი არ შეიძლება დღევანდელი ეპიზოდის ხასიათი განმოგვედო, მაგრამ აღვნიშნეთ რომ ძალიან გავდა city pop-ს ხო? city pop-ის ჟღერადობას მოკლედ ხო? დაჟა ისიც რო აიღო რა, მიმკითხავე, მომატყუე, ბოშაკალო, საიდანსაც წავედით, მაგრამ ნუ მზია გეწაძეს მოკითხვა. შაუტაუთი მზია გეწაძეს. და ის უნდა ვთქვა, რომ ბოშაკალი კი პოპულარული იყო. როგორც მაგალითად Plastic Love გაიჩითა წლების მერე, მაგრამ ძველი მარია ტაკიუჩის ალბომი და ძველი ტრეკები უფრო უკეთესია, ისევე როგორც სიყვარული, რომელსაც ვეძებდი, მე მგონი ეგრე ქვია იმ მუსიკას. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ამ ჟანრთან დაკავშირებით. არ ვიცი, არ მინდა რომ რაღაც გამომჩეს, მაგრამ მე მგონი ბევრი რაღაც ვთქვით უკვე და ასე ვთქვათ, საკმარისი. ხო, უკვე შეგვიძლია მგონი რომ ჩვენ ალბომებზე გადავიდეთ. ხო. კი ბატონო. გადავიდეთ მაგის დედაც. ეხლა უკვე ჩვენს რჩეულ ალბომებზე გადავალთ. ედი იქნება პირველი, მისი ფავორიტი 3 ალბომი. მინდა ვისაუბრო. მინდა ვისაუბრო ჰირომი ივასაკიზე. ჰირომი ივასაკი არის ქალი, რომელიც 1975 წლამდე ჩათვალეს საერთოდ უცნობი პერსონა იყო
სანამ TV show-ში არ გამოჩნდა შემთხვევით რაღაც casting-ზე. ხო. ანუ 75-ში ამ რაღაც Star TV game show თუ რაღაცაზე როდესაც მივიდა ეს ქალბატონი ჰირომი ეგრევე ხელი მოკიდეს და იმენა წაიყვანეს პირდაპირ რაღაც lead singer-ად. ეს ქალი ძალიან პოპულარული გახდა. აი იმდენად პოპულარული გახდა, რომ თითქმის ყველას ტელევიზორში უკვე ჰირომი ივასაკის მუსიკები ისმოდა. თუმცა დღეს არ ვისაუბრებ ჰირომი ივასაკიზე, ვისაუბრებ ჰირომი ივასაკის დაზე, რომელსაც ქვია იოშიმი ივასაკი. ოკეი. იმიტომ რომ ჰირომი ბევრად უფრო გადასული არის კაიოკიოკუს სტილში და მისი მუსიკა თითქოს აი გათვლილია თითქოს რაღაცები რა. ხმა რაღაც მომენტებში დაყენებულია. სტანდარტული ჟღერადობა ხო? ეგრე ვიტყოდი, ხო, და მისი და იოშიმი ივასაკი, რომელიც 80-იანებში გამოჩნდა, და მის დასთან ერთადაც აქვს რამდენიმე სინგლი შესრულებული, მის დას კონცერტებზე დაყავდა, რომ კიდევ უფრო პოპულარული გამხდარიყო იოშიმიც და 3 წლის შემდეგ გამოუშვა ალბომი Save Me და ეს Save Me არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ალბომი გამომდინარე იქიდან, რომ მისი დისგან განსხვავებით ბევრად უფრო თავისუფალი არის. ისევე როგორც მისი ვოკალები, არანჟირება იქნება ეს თუ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ამ ალბომის სიდიადეს. ეს იყო ალბათ ის პერიოდი უკვე, როდესაც city pop არტისტები აი ამ ტრადიციული ჩარჩოებიდან გამოდიოდნენ და უფრო მეტად თავისუფალნი იყვნენ, ვიდრე თუნდაც აი მისი და რომელიც ჯერ კიდევ იმ ძველ ტრადიციული სტილის მუსიკას აკეთებდა. ეს ალბომი არის აი ისეთი, რომელსაც ჩართავ და უბრალოდ არ გინდა რომ რომელიმე ტრეკი დასკიპო, იმდენად მხიარულია, იმდენად ამ სიმხიარულიდან ცოტა უფრო soul-ის, R&B-ს და pop-ის იდეალური მიქსია რა. ისევე როგორც ჩილი, ამავდროულად upbeat მუსიკებიც აქვს რა. თან შეუძლია აგაცეკოს, თან მოგასვენოს, ან არ ვიცი ზუსტად როგორ გადმოვცე ეგ გრძნობა. და ჩვენი საყვარელი ფრაზა სხვათა შორის ამ ქალის ალბომში არის ანატაევა სუკიჯალაი. არავინ ანუ არც დამისერჩავს რას ნიშნავს, მაგრამ კარგს არაფერს, მაგრამ ეს ამ სუკიჯალაის გამოუსმენ ხოლმე იმას რომ მთელ ალბომს. რაც არ ნიშნავს იმას რომ მხოლოდ ეს არის ამ ალბომის ჰაილაითი. მოკლედ დაწყებული პროდიუსინგიდან დაწყებული ამ ქალის იოშიმის ვოკალებით ეს ალბომი ჩემთვის ძალიან ემოციურია და ყოველთვის ესე ვთქვათ კარგ ხასიათზე მაყენებს, როდესაც ვრთავ რა. ეს შეიძლება ითქვას დამამშვიდებელი ალბომიც კი არის. თერაპიული. ხო, ესეც პირველი, ხოლო მეორე ადგილზე, უბრალოდ მეორე ჩემი საყვარელი ალბომი არის ჩემი all time ესე ვთქვათ საყვარელი არტისტის ჯუნკო იაგამის. თუ გახსოვს პირველად რომ My Analog Journal-ის ის დაიდო პლეილისტი თუ ეპიზოდი, მან იყო ჯუნკო იაგამის სიმღერა და აი როგორც კი მოვისმინე, ეგრევე თითქოს შევისის ხორცე ეს ტრეკი, ჩემ მეგობრებსაც ვასმენიებდი შენს 2 წელს უკან. ხო, 2 თუ 3 წელი როდის იყო აღარ მახსოვს რა. აი ვისაც ვასმენია, თითქმის ყველას მოეწონა და უკვე აი ჩემ გარეშეც რო უსმენდნენ ეგეთი, ანუ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჯუნკო იაგამის ხმა და ის სტილი და ის გადასვლები, რაც მუსიკაში აქვს, იმდენად კარგია, რომ თუ მუსიკის მოყვარული ხარ, შეუძლებელია არ მოგეწონოს რა. ლაივები რაც ნახეთ? ხო. მისი ასაკის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივად ასრულებს იმ როგორც ტექნიკურად, ასევე ემოციურად, ეხლაც მის პრაიმშია. ხო, იმიტომ რომ ის მინდა განმარტო მისი ასაკის და მიუხედავად ჩვენ ვნახეთ და 2014-დან 2020-მდე რამდენიმე ლაივი და უკვე ამ ასაკშიც კი თითქოს აი effortless არის რა, არაფერი არც გაჭინთვაჭირდება, როდესაც მაღალ ნოტებს იღებს. უბრალოდ გამოდის პიანინოსთან ზის და ჯუნკო იაგამის ესე ვთქვათ signature როგორ არის დამახასიათებელი თავარი პეცი. ხო, თავარი პეცი
პუჭი. ჯუნკო იაგამის დამახასიათებელი ანუ ეს რაღაც გალობასავით გამომივიდა, მაგრამ როცა მოусმენთ მოკლედ ჯუნკო იაგამის მიზუირუ ნო ამეს და ბეისითის კარგად მიხვდებით თუ რაზე არის საუბარი და ну რადგან მიზუირუ ნო ამე ვახსენე, ეგ იყო ჯუნკო იაგამის სინგლი, რომელმაც უკვე პოპულარული გახადა ამ ალბომის გამოშვებამდე. ეს არის სახელი არც კი მithქვამს ჯერ ალბომის ჯუნკო იაგამის Full Moon. Full Moon-ი არის როგორღაც აი იდეალური ადამიანების შეკრებიდან გამომდინარე საუკეთესო პროდუქტი რა. ხო, თან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ალბომში თითქოს შეუძლებელია რომ შენთვის სახასიათო ტრეკი ვერ იპოვო. ხო, და ანუ უნდა დაჯდე და ესე ვთქვათ სკეპტიკურად არ უნდა შეხედო ეგრევე რა. უნდა ისიამოვნო უბრალოდ იმით, რასაც უსმენ. ამ ალბომის არანჟირებას აკეთებდა იჩიზო სეო. იჩიზო არის ადამიანი, რომლის თითებით ძალიან ბევრი პოპულარული არტისტის ალბომში არის კარგია რომ შეთამაშე. კარგია რომ ალბომში არის შეთამაშებული ნამდვილად. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი ტოპ ორანჟერი. ორანჟერი. ამავდროულად ძალიან კარგი გიტარისტები ყავდა. კლავიშზეც სხვადასხვა მე მგონი ამ ალბომშიც Yamaha-ს DX7 არის გამოყენებული. აბა მე მგონი რომ არ არსებობს ალბომი და ამ ჟანრში ცნობილი ჩანაწერი, სადაც ინსტრუმენტალი არის ცუდი. თავარი იყო უბრალოდ სოლისტი მოგეყვანა და კარგად ემღერა რა. და ჯუნკო იაგამი სხვა არტისტებთან შედარებით უფრო მეტ თავის ტექსტს წერდა ვიდრე მაგალითად ესე ვთქვათ ესე ხელით მოყვანილი და დასმული არტისტები, რომლებსაც ცალკე კომპოზიტორები ყავდათ და კომპოზიტორები მეთქი ცალკე ისინი მწერლები ყავდათ რა. ხო, songwriter-ები. საბოლოოდ რისი თქმაც მინდა ჯუნკო იაგამის Full Moon-ი არის ალბომი, რომელიც გრძნობელობით და სონიკურად ანუ სმენადობით არის ინტერნაციონალური, თითქოს ისე რომ თავის იაპონურ ფესვებს არ კარგავს. და ეგ არის უსტად ის იდეალური რაღაც ოქროს კვეთა, რომელიც ბევრმა არტისტმა ესე კარგად ვერ გააკეთა როგორც ჯუნკომ. მესამე ჩემს საყვარელ ალბომებში საკმაოდ გამიჭირდა და დარწმუნებული ვარ შენც გაგიჭირდა რომ სამ albomზე დავსულიყავით, მაგრამ ნუ ჩვენი პროექტის იდეაც ეგაა მოკლედ რომ როგორღაც შევიზღუდოთ ხო ამაში და თორე აქ ვიჯდებით რა საუკუნეები და მოგვიწევს და ვიცი ათობით ალბომის გარჩევა მაინც. მესამე ჩემი საყვარელი ალბომებიდან არის ტაკაკო მამიას სენაკიდან Love Trip-ი. ტაკაკო მამია არის სენაკიდან ზუკი ბებიას შეყვარებული. ზუკი გვიყვარხარ. მაგრამ ტაკაკო მამია არის ითუმარი კალი. ითუმარი კალი რატო არის? რატო ითუმარი კალი? მისი მთელი ისტორია იდუმალებით არის მოცული. და განვავრცობე ხა რატომაც რა. როდესაც პირველად გამოჩნდა იყო ბექსინგერი. ხო. რაღაც პატარა პიჭუპაჭუ ვოკალებს აწერიებდნენ. აქედან წამოვიდა, რადგან ვერც პოპულარობა მისი თავი ესე ვთქვათ, ხო? ხო რა, ვერც ფული იშოვა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისულიყო სამოდელო სტუდიაში. ამ სამოდელო სტუდიაში, როდესაც მივიდა, ამ პროცესში როგორღაც გადაეყარა ახალი რეკორდ ლეიბლის წარმომადგენელს. ხო. და ამ ტიპმა მოდიოდა კაკო, აგერო ჩვენთან წაიყვანა ტაკაკო და არ ვიცი როგორ მოხერხდა ის რომ ახალმა შექმნილმა პატარა რეკორდ ლეიბლმა რენდომ ქალი რომელმაც მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა და მოდელობა უნდა და ეს ქალი მოიყვანა ამავდროულად მოიყვანა ორი საუკეთესო გიტარისტი ერთი ძალიან კარგი კლავიში და სახელების ჩამოთვლას მე მგონი აზრი არ აქვს, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ და ასერჩეთ და ნახავთ რომ ეს ადამიანები მე უკვე სხვა ესე ვთქვათ ტოპ ალბომებში არიან გიტარისტები და მოხსენიებული ხო? კი ბატონო. რატო არის იდუმალი ტაკაკო მამიას ისტორია? ეს ალბომი გამოუშვა ალბათ სულ რამდენიმე ის ქონდა ლაივი. ხო. მაგის შემდეგ არც ფიდბექი მოყოლია, არც გაყიდვებში ივარგა. თან საინტერესო ისაა, რომ artworks რო გახედო,
ცოტა არ იყოს რასისტულად, მე დიდად არც მაინტერესებს ეხლა, რა ქვია ალბომს? ალბომს Love Trip ქვია, მაგრამ artworks რო გახედო, კუთხეში არის შავკანიანი მოსამსახურე კაცი, რომელსაც ხელით რაღაც მოაქვს რა და იმის უკან სარკეში რენდომ კაქტუსი ჩანს და აქეთ ტაკაკო მამია სკამზე ლამაზად ანუ შეუსაბამოსი რაღაცაა რა. აი არ ვიცი ახლა რამდენად მივაწერო იმას, რომ ეგ რასისტულად მიიღეს ან რაღაც ან შემთხვევითობას არ ვიცი რას მივაწერო. მოკლედ იდეა ის არის, რომ ეს ალბომი ფლოპი იყო რა. არავის არ აინტერესებდა, არავის არ მოეწონა ფული, არ შემოვიდა, არ გაიყიდა. ბევრი ვეძიე თუ ცოტა ვეძიე, მაინც მონახე რაღაც ინფორმაცია. მისი რეკორდ ლეიბლის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ ნალაპარაკებიდან, რომელიც იუთუბერმა მერე წლების მერე ილაპარაკა. ეს ალბომი რო გამოუშვა, 1 წლის მერე გათხოვდა, სახელი შეიცვალა და წავიდა ემიგრაციაში. არა, გაქრა ქალი რა, დიდი ალბათობით ისევ იქ ცხოვრობს. არანაირი ინტერვიუ, არანაირი რა მოხდა და რაღაცა. გაუჩინარდა. просто გაქრა რა. და ვერც მიაწვდნენ ხმას რო გინდოდეს. მე მაგალითად მაგრა გამისწორდებოდა დღესაც რო ან ქალი ცოცხალი თიხომში რო ცხოვრობდეს აგ მე როგორც გავიგე მირიან მეფოზე ორინა ბიჭის გოხმანდი. ძალიან ნოსტალგიური არის ვაფშე ეს ალბომი. ხო, ნოსტალგიური არის ესეც, ჯუნკოც და მისიც რა ქვია, იოშიმის ალბომებიც. ოღონდ ანუ ნოსტალგიური არის იმ პერიოდის, რომელიც ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს რეალურად. და ვერც არსებობს. და ვერ არსებობს. ეს არის რაღაცა ნოსტალგია ეპოქაზე, რომელიც დასრულდა. ხო, თითქოს მაგიური ხვნილი აქვს მოყრილი, რომელიც გახსენებს ან ამ ხმას მიყავხარ იმ სამყაროში და როცა მთავრდება ეს ალბომი და აქეთ მოდიხარ, უკვე ეს ყველაფერი ნოსტალგია, არ ვიცი. ეგ ცალკე ფენომენია ხო რა, ცალკეული ფენომენია და ეგ მთელი ალბომი როგორია იცი? ოთახში, აი ოფისში რო კაცები ზიხართ. ხო. და უცებ ლამაზი ქალბატონი რო შემოდის და ეგრევე გადის. ოღონდ საოცარი სუნს რო გიტოვებს რა. და უკვე რო ვეღარეძების იმ ქალს რაღაც წასულია და ეს სუნი რო არ გადის აქ საუკუნეები. ნამნეში ნაყიდი ხუტლა. დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა რა. იმენა ქალი მოვიდა, ალბომი დააგდო და აგერო ხორებო, ჭამეთო და წავიდა. კი ბატონო. ეს ალბომი ისევე როგორც წინა ორი ალბომი, იმაზე თქმა დამავიწყდა რომ არის როგორღაც ზრდასრული რომანტიკა და არა რაღაც teenage love მიუხედავად იმისა, რომ შემდგარი ქალის ემოციური ალბომია ეს. კი, ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ აქ არ არის ვაიმე სად არის ის ბიჭი და ეგეთები, აქ არის თუ ოდესმე სადმე რაღაც ვარსკვლავიან ცაზე ნახე, ანუ კაროჩი სულ სხვანაირად იგრძნობა რა, ანუ გრძნობებს განსხვავებულად გადმოცემენ და მოდი ძალიან რო არ გამიგრძელდეს, ეს იქნება ჩემი სამეულის. ფიქრობ რომ არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთე და ეს სამი ალბომი ნამდვილად დაისაკუთრებდა ადგილს City Pop-ის რაში? Hall of Fame-ში. ჩემი პირველი ალბომი, რაც ავირჩიე, არის Tatsuro Yamashita's For You, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. და სანამ ამ ალბომზე გადავალ, მინდა რომ მისი სოლო კარიერით დავიწყო. პირველი სადებიუტო სოლო ალბომი ქონდა 1976 წელს Circus Town, 77 წელს იყო Spacey და 79 წელს გამოვიდა Moonglow. ამ სამ ალბომმა მოკლედ ჩამოაყალიბა ტაცუროს უნიკალური ჟღერადობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ აღებული ქონდა დასავლური fusion ჟანრი და შერწყმული ქონდა იაპონურ ესთეტიკასთან, რაც იდეალურ მიქსს ქმნიდა საბოლოო ჯამში. 1980 წელს გამოდის სინგლი Ride on Time და იგივე სახელწოდების ალბომიც, რომელიც ესე ვთქვათ რაღაც გარდამტეხი ხდება ტაცუროს კარიერაში. რადგან ძალიან დიდი ფინანსური დამოუკიდებლობა მოაქვს აღიარება და ყველაზე მთავარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მჭირდებოდა თანხა და მჭირდებოდა დრო იმისთვის, რომ შემექმნა ჩემთვის იდეალური ალბომი და სწორედ Ride on Time-მა მიცა ეს რესურსი, რაც შემდეგ ჩადო For You-ში. 2 წელიწადის შემდეგ გამოდის ალბომი For You,
რომელიც მომენტალურად ხდება ყველა ჩარტის ლიდერი, რომელიც რამოდენიმე თვეში იყიდება 700,000-იანი ტირაჟით. ხო, მე როგორც მახსოვს, ეს ალბომი იყო დაახლოებით 1 წელი ტოპ ჩარტებში და რო შევადაროთ წინა ალბომს, რამხელა ნახტომი იყო, წინა ალბომი იყო სადღაც 35 კვირა მგონი. ალბომში ისიც გამოსარჩევია, რომ მოკლედ რამოდენიმე ჩანაწერი გამოიყენეს როგორც სარეკლამო ინდუსტრიაში და ამანაც პლუს დაბუსტა ესე ვთქვათ როგორც არტისტი ასევე ალბომი. ამ ალბომის მთავარი პეცი არის იმაში, რომ ყველა ტრეკი თითქმის არის რადიკალურად განსხვავებული და ვერ იტყვი რომ რაღაც ერთ კონკრეტულ ჩარტში შევდება და რაღაც ერთი თემატიკის ირგვლივ ტრიალებს, არის ძალიან ბევრი ჟანრის მიქსი და საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ idеალურად ასახავს დაცუროს როგორც არტისტის მრავალსაცეცებიან ჟანრობრივ სტრუქტურას, რომ შეუძლია ყველაფერს შეეხოს და ყველაფრიდან ის მაჟორული, თბილი, პოზიტიური ტრეკი გამოიყვანოს. ამ ალბომიდან გამოყოფდი 3 ჩანაწერს: Sparkle, Morning Glory და Lowland Island, მაგრამ უშუალოდ ჰიტი არის Sparkle, ნახვებიც ამაზე მეტყველებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ალბომს ვერ ნახავთ, რადგან არც ერთ სტრიმინგ პლატფორმაზე, არც Deezer-ზე, არც Apple Music-ზე, არც Spotify-ზე არ დევს. ამას რამდენი ორია ტიპი, короче. ჩემიაო და ამას რამდენი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ ტაცურო ზედმეტად კონსერვატორია და ფიქრობს, რომ მისი ალბომი მხოლოდ ფიზიკურად უნდა არსებობდეს და ენანება ციფრული არხებისთვის და ასევე ლეიბლის და იაპონური ინდუსტრიის დამოკიდებულება ზოგადად მუსიკის დიჯიტალიზაციისთვის. თუ ტაცუროს ეს ალბომი თქვენთვის არ იქნება, ესე ვთქვათ, დრაივიანი, არსებობს მეშაპ ალბომი MF Doom-თან ერთად, ვფიქრობ რომ აუცილებლად მოსასმენია, იმიტომ რომ ამ ორი შეუთავსებელი რაღაცის შეთავსებამ ძალიან კარგი რაღაც დაბადა. მე საერთოდ არ ვიცოდი ეგ შენ რომ არ გეთქვა, იქამდე არასდროს არ გადავკვეთივარ ამ რაღაც შემოქმედებას. მეორე ალბომი, რაც ავირჩიე, არის Unri, Timely, საფრანგეთის ნაკრებიდან. Unri-ის ეს ალბომი გამოვიდა 1993 წელს და ერთ-ერთ აიკონიკ ალბომად ითვლება City Pop-ში. ყველაზე პოპულარული ტრეკი აქედან არის I Can't Stop the Loneliness და ალბათ შეიძლება ესეც შეხვედრიათ რომელიმე მოკლე ვიდეოში. ამ ალბომმა ასევე ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა Unri-ს და ესეც ერთგვარი გარდამტეხი ალბომი იყო. ამ ალბომში არის ტრეკი Cat's Eye, რომელიც იგივე სახელწოდების ანიმესთვის არის შექმნილი, როგორც საუნდტრეკი და Unri ფიქრობდა, რომ ეს კომერციულად მომგებიანი არ იქნებოდა, რადგან მაგ პერიოდისთვის ესეთი აღქმა იყო, რომ ანიმე რაღაც მხოლოდ ბავშვებისთვის იყო და შესაბამისად ამ რისკზე წავიდა და ამ რისკმა გაამართლა, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან დიდი ცნობადობა მოყვა ამ ჩანაწერს და ამ ალბომს. მესამე ალბომი არის Taeko Onuki-ის 1977 წლის ალბომი Sunshower, რომელიც გამოვიდა Ruichi Sakamoto-სთან და სხვა Yellow Magic ორკესტრის არტისტთან ერთად. ალბომიდან ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ Summer Connection, Silent Screamer და Tokai, ეს 3 ტრეკი. ზოგადად ალბომი არის ძალიან პოზიტიური და დადებითი ენერგიის მატარებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა სრულად რომ შეიგრძნოთ ეს ალბომი, აუცილებელია რომ თავიდან ბოლომდე მოусმინოთ. მე სხვა შორის ეგ ალბომი ძალიან მინდოდა რომ ჩემი მაშიც ვქონოდა რა ტოპ 3-ში უბრალოდ შენ რო გამომიგზავნე. მე თქვი რა ვიაბა. ასევე უნდა ვისაუბროთ ალბომის ყდაზე, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ რაღაც ძალიან ლამაზი ყდა აქვს. უკან თითქოს სარეცხის მანქანის შუშა არის, არადა უბრალოდ. მე რო შევხედე იმენა ეგ გამიჩით არა, რომ უყურებდი და ლონდრი სერვისები რაც არა, რომ შედიხარ და კედელზე როა ჩაშენებული, ეგეთის გქონდა ვიდე. არადა რაღაც პანჯარა უკან თუ რაღაც ჭრილია, სადაც ყვავილებია. ალბომმა კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოთ ძალიან დიდი როლი ითამაშა City Pop-ის განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში, რადგან 77 წელს ხდება ეს ყველაფერი და Taeko Onuki-ს უნდა შევიყვანოთ City Pop-ის Hall of Fame-ში.
და ტაეკო ნუკიზე დავამატებდი ხო. იმას, რომ ჩვენ რო უყურებდით ლაივს, ეგ მგონი 20-24-ის იყო. 24-ის. ხო. არა 24-ის იყო ვიდეო ატვირთული და 22-ის იყო თორს. იდეა ისაა, რომ ამდენი წლის მერე ეგ ხალი ისევ ხარისხიანად ასულებს მუსიკას. შენახულია. და ტაეკო ნუკის შენახული. ტაეკო ნუკის აქვს განსაკუთრებული ხმა, აი თუ მაგალითად ჯუნკო იაგამის აქვს ეგ მაღალი ნოტების გამოშვების უნარი, ტაეკო ნუკის ხმის ტემბრი თუ არ ვიცი აი როგორც გამოსცემს ამ გერებს. ეგეთი არ შემხვედრია ყოველ შემთხვევისთვის რა. სულ ეს იყო, ეს არის ჩემი top 3 ალბომი. და ვფიქრობ, რომ უნდა მოусმინოთ როგორც ჩემს top 3-ს, ასევე ედის top 3-ს. ეს არის ერთგვარი შესასვლელი კარი city pop-ის ინდუსტრიაში, city pop-ის ჟანრში, სამყაროში, ხო? რომელიც გაგიადვილებთ შემდეგ სხვა ალბომების და სხვა არტისტების აღქმას. რადგან მოვჩით ჩვენი ალბომების ჩამოცვლას, პირველ რიგში ვინც აქამდე მოხვედით რა ვიცი, მაგრამ უკეთესი არ ქონდა საქმე. ძალიან დიდი მადლობა თუ აქამდე გვისმინეთ, თუ გაგვიძელით. აუცილებლად რაც უნდა ვთქვა ის არის რომ მე და გიორგიმ გავაკეთეთ Spotify-ზე პლეილისტი, ძალიან დიდი პლეილისტი, 100-ზე მეტი თუ ხო, ძალიან დიდი, ნუ არ გამოდის, მაგრამ ხო, 100-ს გავცდით. ძალიან დიდი პლეილისტი გავაკეთეთ. ძალიან დიდი პლეილისტი. საკმაოდ გრანდიოზულად დიდი პლეილისტი, რომელშიც ხო 100-ს გავცდით რამდენიმე დღის წინ და სანამ გაგვიგრძელდება ეს კეთილინებები და ხო ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან საგულდაგულოდ შევარჩიეთ თითოეულ ტრეკი. ამავდროულად YouTube-ის პლეილისტიც რაღაც დონეზე მზად არის, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ ადამიანების სახეებიც და ამ ადამიანების პერფორმანსიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ რა თქმა უნდა მუსიკებით შეგიყვარდათ ხო სურვილი გაქვთ. თუ თქვენ არ ნახავთ და მე მოვად ვიჯევი და ნახავთ, რა იქნებიც უნდა. გაჩვენებთ ეს ტელეფონში. მოვად. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ ეპიზოდს დიდი ალბათობით დაახლოებით 1 თვის შემდეგ შემოგთავაზებთ ესე time frames ხო მაგრამ გააჩნია ალბათ როგორი გამოხმაურება თუ გვექნება აუცილებლად მოდი ვნახოთ შეიძლება დავაჩქაროთ კიდევაც ასევე აქაც უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არ ვართ city pop-ის ექსპერტები არანაირად და უბრალოდ ვეცადეთ რომ რაღაცა მოგვეძია რაღაც რესურსები და ალბომები თუ რომელიმე ალბომი თვლით რომ იმსახურებს ხო აგვიღეთ აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და მოусმენთ ჩვენს გავიცნობით ღია ვართ ამ ყველაფრისთვის. კი ბატონო. იმედი მაქვს რომ ზოგადად ვიდეო და ეს ინფორმაციაც სასიამოვნოდ მოსასმენი და საინტერესო იყო და არ ვიცი იმედია რომ ისევ შემოხვალთ ამ ჩანელზე. თუ გინდათ არ დაალაიქოთ ვიდეო, თუ გინდათ დაალაიქეთ, მართეთ თქვენი ცხოვრება თქვენ თვითონ, როგორც გინდათ ისე მოიქეცით, მაგრამ კარგი იქნება თუ დაალაიქეთ. ხო, გასწორებთ. და თუ დაწერთ ჰეშტეგად მე ვარ ჩანგურია, შემდეგ გავათამაშებთ თემუდან გამოწერილ ზურგის საფხანს, რომელიც სათომ გამოიწერა ხან და სარგებლობს, მაგრამ რაღაცას მოუხერხებ. გავრეცხავს. იგნურად მოაწესრიგებს კონკრეტ. ყველაფერი ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. კარგად. გენგსაინები ხო არ ვანახოთ? შენ რა იცი? არა, просто შენ რა იცი რა? შენ იცი რამე გენგი?